საბჭოთა კავშირის ყველაზე სახელგანთქმული ლიდერი და მსოფლიოში პირველი ქართველი გენერალ-სიმუსი იოსებ სტალინი, იგივე ჯუღაშვილი 1953 წლის 5 მარტს 21 საათსა და 50 წუთზე გარდაიცვალა. საბჭოთა გაზეთებმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაავრცელეს. ბელადის გარდაცვალება ხალხისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბევრმა ინფარქტიც კი მიიღო. ამასთან, როგორც შემდგომში გამოირკვა, სტალინის სიკვდილს თავად ძლიერნი ამა ქვეყნისანიც მოუმზადებელნი შეხვდნენ, რამაც უამრავ ლეგენდასა თუ ვარაუდს დაუდო საფუძველი. დღესდღეობით სტალინის გარდაცვალების შესახებ მთელ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი რამ იწერება და ისტორიკოსების გარდა ამ საკითხზე საკუთარ შეხედულებას სხვა პროფესიის ადამიანებიც გამოთქვამენ. თუმცა აბსოლუტური სიმართლის დადგენა მაინც ჭირს. მაგალითად, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იოსებ სტალინს სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დამბლა დაეცა და მარჯვენა მხარე მთლიანად წაერთვა. 1953 წლის 1 მარტს იგი კუნცევოს აგარაკზე დაცვის უფროსმა ლოზგაჩოვმა უკვე დადამბლავებულ მდგომარეობაში იატაკზე დაგდებული ნახა. მაგრამ ექიმები კუნცევოზე მხოლოდ მეორე დღეს დილით მივიდნენ და სხეულის მარჯვენა ნაწილის დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ სტალინმა კიდევ 3 დღე იცოცხლა, ისე რომ ლაპარაკს ვერ ახერხებდა და მხოლოდ მარცხენა ხელს ამოძრავებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა და ექიმებმა ამის მიზეზად ინსულტი, ტვინში სისხლის ჩაქცევა დაასახელეს. ნიკიტა ხრუშოვის მოგონებების მიხედვით, იმ ღამით სტალინი აგარაკზე მასთან და კიდევ რამდენიმე პიროვნებასთან, მალენკოვთან, ბულგანინთან და ბერიასთან ერთად ქართულ ღვინოს მიირთმევდა და საუბრობდა. გამთენიისას ყველანი დაიშალნენ. სტალინი კი აგარაკზე მარტო დარჩა. თუმცა ხრუშოვის მოგონებები სტალინის დაცვის წევრთა მონათხრობთან სრულ შეუსაბამობაშია. ზოგადად, სტალინს ჯანმრთელობის პრობლემები მრავალი წლის მანძილზე ჰქონდა. 1920-იანი წლების ბოლოსთვის მას უკვე რამდენიმე ავადმყოფობა ჰქონდა გადატანილი. 1921 წელს ამოკვეთეს ბრმანაწლავი მოსკოვის სერგეი ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში, რომელიც ქირურგმა განახორციელა. სხვათა შორის იგი ვლადიმერ ლენინის ერთ-ერთი მკურნალი ექიმიც იყო. ოპერაციამ მძიმედ ჩაიარა. სტალინს კუჭის რეზექციაც დასჭირდა, ანუ კუჭის ნაწილიც ამოჭრეს. სიტუაცია იმდენად რთული იყო, რომ სტალინის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მან სტაციონალურ განყოფილებაში 2 კვირაზე მეტხანს დაჰყო. სტალინის ავადმყოფობების ისტორიაში ასევე აღნიშნულია, რომ მან 1908 წელს შებრუნებითი ტიფი გადაიტანა. 1915 წელს სტალინს სახსრების რევმატიზმი დაემართა, რომელიც ციმბირში, პოლარული წრისიქეთ მდებარე ტურუხანსკის მხარეში ყოფნამ გამოიწვია გადასახლების დროს. რევმატიზმს თან სდევდა ტკივილები მარცხენა ზემო კიდურის წინა მხარში. იოსებ სტალინს სიცოცხლის ბოლომდე სტანჯავდა ხელის ხმობა. ეს განპირობებული იყო ბავშვობაში მიღებული ტრამვით. როცა მას ეტლმა გადაუარა და მარცხენა ხელი და ყური დაუზიანდა. სხვათა შორის ამის გამო 1915 წელს იოსებ სტალინი სამხედრო ექიმთა კომისიის გადაწყვეტილებით ფრონტზე გაგზავნას გადაურჩა. სტალინი ხშირად ხდებოდა ავად ანგინით, თითქმის ყოველწლიურად, კურორტზე ყოფნის დროსაც კი. უბრალოდ საკმარისი იყო ცივი წყალი დაელია. 1923 წელს მას დიაგნოზად დაუსვეს ნევრასთენია. სტალინი თავბრუხვევას უჩიოდა და ექიმებს ეუბნებოდა, ზოგჯერ გულმა ვიწყი ვხდებიო, რაც გამოწვეული იყო ძლიერი დაღლილობით და გადატვირთული სამუშაო რეჟიმით. იყო შემთხვევები, როცა მას პრობლემები ჰქონდა ფილტვებზე, რადიკული ტიტაც ავადმყოფობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბელადის სიკვდილს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეთა უმრავლესობამ ოფიციალური განცხადება უპირობოდ დაიჯერა. პოლიტბიუროს წევრთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სტალინი ხრუშოვმა და მისმა გარემოცვამ მოწამლა, ხოლო თავად ხრუშოვს პოლიტიკური მტრის მოულოდნელი სიკვდილი გაუხარდა და საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად დაიწყო მზადება.
მომხდარით უაღრესად აღშფოთებული ჩანდა ლავრენტი ბერია. სტალინის ვაჟიშვილი ვასილი სტალინი კი ამტკიცებდა, რომ მამამისი მოწამლული იყო. მას არგუმენტად ექიმების დასკვნა მოჰქონდა, დიაგნოზში ღვიძლის გადიდება და ღებინება ეწერა, ხოლო გაკვეთის მერე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დაფიქსირდა შავ-წითელი ლაქები. ეს სიმპტომები არ არის ინსულტის ნიშნები. სტალინის გარდაცვალებისას კრემლის საიდუმლო ექიმები არ არსებობდნენ. ისინი იანვარში დააკავეს შეთქმულების ეჭვის საფუძველზე. ეს ექიმები სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაათავისუფლეს. 2003 წელს ამერიკულმა ცენტრალურმა სადაზვერვო განყოფილებამ გაავრცელა დეკლარირებული დოკუმენტები. მოსკოვში მათი ჯაშუშების ინფორმაციით სტალინი მოწამლული იყო. მოწამლულის ვერსია სტალინის ქალიშვილმა სვეტლანა ალილუევამაც გაიზიარა. ის მოგვიანებით იხსენებდა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა მამის სარეცელთან მივიდა, შეამჩნია, რომ სტალინს რაღაცის თქმა სურდა, თან მარცხენა ხელს მუშტავდა. წარბების შეკრა და ხელი იმგვარად დაამოძრავა, თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა. წერდა სვეტლანა წიგნში, რომელიც მან წლების შემდეგ ამერიკაში გამოსცა. საინტერესოა, რომ იგი ორაზროვნად, მაგრამ იქვე იმასაც უთითებდა, რომ სასიკვდილო სარეცელთან ყველაზე მხნედ და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს ყველაფრისთვის მზადმყოფად, სწორედ ლავრენტი ბერია გამოიყურებოდა. ის წუთითაც არ დაბნეულა მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ვერც კი ვაცნობიერებდით რა ხდებოდა და არც ის ვიცოდით, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს პოლიტბიუროს წევრთა ნაწილმა კარგად იცოდა სტალინს და ბერიას არც თუ კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდათ, მაგრამ ყველა დუმდა. სტალინ ბერიას ურთიერთობებით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ხრუშოვი და მისი გარემოცვა, რომლებიც ქართველთა აღზევების გამო უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ. სტალინს ბევრი მტერი ჰყავდა. ის ხელს უშლიდა აბსოლუტურად ყველას. საბჭოთა კავშირში შიშის ქვეშ იმყოფებოდა მთელი სახელმწიფო აპარატი. საზღვარგარეთ ხელს უშლიდა ბანკირებს, რომლებიც ცდილობდნენ მთელი მსოფლიო დოლარზე დამოკიდებული გაეხადათ. ხელს უშლიდათ ამერიკელ და ბრიტანელ პოლიტიკოსებს, რომლებიც სტალინში საფრთხეს ხედავდნენ. აქედან გამომდინარე, ძალადობრივი გარდაცვალების ვერსია საკმაოდ გონივრულია. სტალინის სიკვდილთან დაკავშირებულ ჭორებს შორის ამასაც მოისმენთ. თითქოს ბელადი კრემლში საკუთარ სამუშაო კაბინეტში დოკუმენტებზე მუშაობის დროს გარდაიცვალა. ხოლო 1956 წელს, როდესაც პიროვნების კულტთან ბრძოლა დაიწყო, უცხოურ პრესაში ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთ წევრზე, პონომერენკოზე დაყრდნობით გაჩნდა ინფორმაცია, რომ სტალინს ინსულტი ცეკას პრეზიდიუმის სხდომაზე დაემართა. წყაროს ცნობით ბელადმა ამ სხდომაზე საბჭოთა კავშირში მცხოვრები ყველა ებრაელის ებრაელთა ავტონომიურ ოლქში გადასახლების საკითხი დააყენა, რასაც პრეზიდიუმის წევრები აღშფოთებით შეხვდნენ. ამის გამო სტალინი ცუდად გახდა, ფერი დაკარგა, გულზე ხელი მიიტაცა და გონებაც დაკარგა. ეს ვერსია მოგვიანებით ხრუშოვმაც გაიმეორა, თუმცა მოქმედების ადგილი უკვე მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკი იყო. ყველას, ვინც აგარაკზე იმ საბედისწერო დღეს იმყოფებოდა, ინფორმაციის გაუთქმელობის ხელშეკრულება დაადებინეს და ისე დააშინეს, რომ 25 წლის მერეც ვერც ერთმა ხმა ვერ ამოიღო. დაცვის და სამედიცინო კომისიების ბედიც ტრაგიკული აღმოჩნდა. ორმა ადამიანმა გარე პერიმეტრის დაცვიდან თავი მოიკლა, დანარჩენი დააპატიმრეს. სტალინი კრემლის ბოლო ბინადარი იყო. იქ საბჭოთა ხელისუფლების არც ერთ ლიდერს აღარ უცხოვრია. ხოლო ბელადის სიკვდილის შემდეგ მუშებმა მისი ბინის იატაკი აყარეს და კედლები შეამოწმეს და მათ მიერ გაკეთებული არაერთი აღმოჩენა ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს. სტალინის მიწისქვეშა იმპერიის მნიშვნელოვანი ელემენტი სათვალთვალო სისტემა იყო. ისტორიული წყაროების მიხედვით 1992 წელს სენატის შენობის რეკონსტრუქციის დროს მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს, ორი ვერტიკალური გასასვლელით, ერთგვარი ოთახებით, რომელიც ღრმა მიწის ქვეშეთში ჩადიოდა.
მაშინ მე გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აშენდა და რატომ არ იყო აღნიშნული გვირაბები არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. გადმოცემით 9 მეტრის სიღრმის გვირაბები აგურის კედლებში ჯერ კიდევ 1934 წელს გაიყვანეს, ხოლო შემდეგ შენიღბეს და სრულიად შეუმჩნეველი გახადეს. საიდუმლო ოთახების სიღრმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სტალინმა ახალგაზრდობის გახსენება გადაწყვიტა და ისევ იატაკ ქვეშეთში გადავიდა. გვირაბის აღმოჩენის შემდეგ ხუმრობდნენ ისტორიკოსები. ძირითადად სამი ვერსია განეხილებოდა. პირველი, ამ გზით თავდასხმის შემთხვევაში ბელადის სასწრაფო ევაკუაცია იყო შესაძლებელი. მეორე, ზოგიერთი თვლიდა, რომ სათავსოები მაღალ ჩინოსნებთან ფარული შეხვედრებისთვის გამოიყენებოდა. და მესამე, იდუმალი გასასვლელები საინჟინრო საჭიროებისთვის იყო და ტექნიკური კომუნიკაციების ნაწილს წარმოადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის ქვეშ თავშესაფრების და ბუნკერების მთელი ქსელი მდებარეობდა, რომელიც SSRK-ს ლიდერების გადასარჩენად იყო შექმნილი. მაგალითად, ყველასათვის ცნობილი ობიექტი ნომერი 1 ეს შთამბეჭდავი ორსართულიანი რკინაბეტონის თავშესაფარია, რომელიც 35 მეტრ სიღრმეზე პირდაპირ კრემლის ქვეშ მდებარეობს. ომის დასაწყისში ლიდერები პერიოდულად სწორედ ამ ბუნკერში იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც კრემლის ისტორიკოსი სერგეი დევიატოვი ამბობდა, ბელადის ბინა კრემლში ხშირად ცარიელი იყო. 30-იანი წლებიდან მოყოლებული სტალინი ძირითადად მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკზე ცხოვრობდა და მუშაობდა, რომელიც კრემლიდან სულ რაღაც 9 კილომეტრით იყო დაშორებული და ამ გზას ავტომობილი 10 წუთში ფარავდა. რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ლიდერის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა არ გაჭირდებოდა. სტალინის სიკვდილის ამბავი დღესაც საიდუმლოდ რჩება. ფაქტი ისაა, რომ ის ნამდვილად ინსულტით გარდაიცვალა, ხოლო თუ როგორ განვითარდა ის და რამ შეუწყო ხელი ავადმყოფობის პროვოცირებას, ეს უკვე ისტორიის კიდევ ერთ თავსატეხად რჩება. დაგვიწერეთ თქვენი აზრი სტალინის სიკვდილთან დაკავშირებით. ერია თუ არა ხრუშოვის ხელი მის გარდაცვალებაში. გამოიწერეთ კარდუს YouTube და Facebook გვერდები. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსა.